მეგობრებო, მოგესალმებით, ცხოველთა დამცველებო, ცხოველთა მოყვარულებო და უბრალოდ კეთილ ადამიანებო. მე მინდა ძალიან მოკლედ და მკაფიოდ გითხრათ ცხოველთა დამცველებო და ცხოველთა მოყვარულებო, ასევე ნებისმიერ რიგი თუ ადამიანო, ვისაც გაღებებთ ქუჩის მირუსაფარი უწყინარი ძაღლების ბედი, რა უნდა გააკეთოთ კონკრეტულ შემთხვევაში. როცა სურსათის სააგენტოს თანამშრომელი, ანუ იგივე ძაღლდამჭერი მოდის და იჭერს ქუჩაში ძაღლს და ასე შემდეგ. მოკლედ, რა მინდა გითხრათ. პირველი მე მინდა ზუგდიდელებს მოგილოცოთ ის პატარა გამარჯვება, რასაც ამ ეტაპზე მივახციეთ. ეს გამარჯვება რაში გამოიხატება? მოგეხსენებათ გუშინ ზუგდიდს შეესია სურსათის ძაღლდამჭერები და დაიჭერეს ქუჩაში ცხოვრები ძაღლები. ეს ძაღლები უნდა გადაიყვანათ და გადაიყვანეს ქუთაისის სახელმწიფო თავშესაფარში. და რა ხდება, რატო უნდა გადაიყვანათ? მოგეხსენებათ, ჩვენ გასულ წელს ივნისში მივიღეთ კანონი, ანუ პარლამენტმა მიიღო ჩვენი დიდი ძალისხმევით კანონ პროექტი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ. ეს არის ძალიან კარგი კანონი. იქ მიუხედავად იმისა, რაღაცეები არის ცოტა ესეთი მკაცრი ნიუანსები ჩადებული, მაგრამ კარგი კანონია. ეს კანონი ჩვენ გვჭირდებოდა. გვჭირდებოდა იმიტომ, რომ საქართველოში ქუჩაში ძაღლი არ უნდა იყოს. რა უნდა ქუჩაში ძაღლს? კაცო, ჩვენ ხო ცივილური ქვეყანა ვარ და ცივილურ ქვეყანაში სად გინახეთ ქუჩაში ძაღლი. ამიტომ აი ეს კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ ცივილური გზით მივახციოთ აი ამ შედეგს, მივიღოთ ეს შედეგი, რომ ქუჩაში ძაღლი არ იყოს. ეხლა რა ხდება, უყურეთ? აი ამ კანონის მიღების შემდეგ, ხო, მთავრობა ვალდებულია დაიწყოს ქმედება და აღასრულოს კანონი, ანუ ეტაპობრივად მოხდეს ძაღლების კასტრაცია, სტერილიზაცია, რევაქცინაცია, ან თუ არ არის საცრელი ცოფზე ცოფის საცრა, რომ ეს ნელ-ნელა შევამციროთ ქუჩაში ძაღლების რიცხვი. და შემდეგ ესე იგი ეს რიცხვი აღარ იქნება, ანუ ქუჩაში ძაღლი აღარ იქნება. და რატო, ვინც არ იცის რა არის კასტრაცია, სტერილიზაცია, აქვე გეტყვით, ძაღლებს ესე იგი ხვადი ძაღლი იკოდება, ძუძაღს აჭირან საშვილოსნოს და ძაღლი აღარ მრავლდება და მოგეხსენებათ ქუჩაში ძაღლის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის საშუალოდ 5-6 წელი. ანუ ძაღლი, რომელიც ქუჩაში აღარ გამრავლდება, ხო, ის ძაღლი ბუნებრივი აღარ ტოვებს, ესე იგი ლეკვებს და აი ამ 5 წლის შემდეგ ამ შედეგს ღებულობთ, ანუ ქუჩაში ძაღლი აღარ იქნება რა. პარალელურად, ესე იგი, კანონი ითვალისწინებს რას? მკაცრ სანქციებს და ჯარიმებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქუჩაში თავის ძაღლს დატოვებენ. და თავის ძაღლს დატოვებენ ქუჩაში, ხო? ამის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. უნდა შეძლოს შესაბამისმა სამსახურმა, შემთხვევაში ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა, რომ მოახდინოს ამ ძაღლის იდენტიფიცირება. ანუ ვისია ეს ძაღლი, ხო? ვიღაცა პეტრე მაგალითად დატოვა ქუჩაში ძაღლი. და დაიჭირა მონიტორინგმა, ხო? ხომ უნდა დაადგინოს, ესე იგი, ვისია ეს ძაღლი, ვინ მიატოვა, რომ იმას შესაბამისი ჯარიმა დაადოს. და აქვე გეტყვით, ხო, ჯარიმები ამ კანონში არის ჩაწერილი. დიდია ჯარიმა. ესე იგი, კერძო პირი, რომელიც ქუჩაში ძაღლს მიატოვებს, ის ჯარიმდება 5,000 ლარით. ხოლო იურიდიული პირი, ხო, თუ დაატოვებს, ის 10,000 ლარით ჯარიმდება და ძალიან კარგია, მშვენიერია. ესე იგი, თუ ქუჩაში დაატოვებს ვიღაცა ძაღლს, ვიღაცა პეტრე, ხო? აი გამოჩნდა ესე იგი ცუდი ადამიანი, აღარ უნდა ძაღლი 2 წლის, 3 წლის, 4 წლის ძაღლი, ხო, აღარ უნდა მიდამ ტოვებს ქუჩაში, ხო? ის ძაღლი აუცილებლად ესე იგი უნდა იყოს დაჩიპული. ამას კანონი ითვალისწინებს, აბსოლუტურად ყველა ძაღლი საქართველოში პატრონიანი უნდა იყოს დაჩიპული და უნდა იყოს რეგისტრირებული ცხოველთა ბაზაში. ესეთი ბაზა შეიქმნა, უბრალოდ იქმნება კანონის მიხედვით უნდა შეიქმნას და აბსოლუტურად ყველა ძაღლის რეგისტრაცია უნდა მოხდეს აი ამ საერთო ბაზაში. ისევე როგორც ჩვენ ვართ ადამიანები, ხო? რეალში დარეგისტრირებული ყველა ჩვენი პირადი ნომერი გვაქვს, ხო? აი ასევე უნდა მოხდეს აი ამ კანონის მიხედვით ყველა ძაღლის აი ამ საერთო ბაზაში რეგისტრაცია. ასე რომ თუ ვინმე ცუდი ადამიანი პეტრე, ხო, მაგალითად სიტყვაზე დატოვებს ძაღლს ქუჩაში, გადაატარებენ სკანერს, ამ ჩიპის მიხედვით ამოიკითხავენ პატრონის სახელს, გვარს, ტელეფონს, მისამართს, დაადგებიან თავზე, დააჯარიმებენ 5,000 ლარით და მოგრეთ გაატარებენ შესაბამის ღონისძიებებს. ამას ითვალისწინებს კანონი. ეხლა ესე იგი, როგორც გითხარით მე თქვენ, აი ამ კანონის აღსრულება, ну ბუნებრივია, ევალება მთავრობას. და მთავრობა ვალდებული არის კანონი ეტაპობრივად აღასრულოს. ამისათვის გამოცემს მთავრობა უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ხელისმოწერით საპილოტო პროგრამებს. და შარშან ზაფხულიდან დაიწყო აი კანონის აღსრულება საპილოტო პროგრამების საშუალებით. შარშან მოგეხსენებათ ერთი ამბავი ქონა მე ატეხილი,
საპილოტო პროგრამა მოიცავდა, ესე იგი, შარშა დაიწყო ივნისიდან, მოიცავდა ესე იგი აჭარის რეგიონს მთლიანად, იმერეთს, სამეგრელოს, კახეთს და ბორჯომი-ბაკურიანის რეგიონს. უკაცრავად იმერეთი არ შედიოდა. უბრალოდ გურია არ შედიოდა, თორე აჭარა ესე იგი, იმერეთი, კახეთი და ბორჯომი-ბაკურიანის რეგიონი. ესე იგი, შარშან იმდენი დაალღება ჰქონდა სულსაც, რომ 1000-ობით ძაღლი დაიკარგა, 9000 ძაღლის კასტრაციას რეალიზაცია უნდა გაეკეთებინათ, 5 მილიონი იყო ამისთვის გამოყოფილი, მაგრამ 1000-ზე მეტი ძაღლი უკვალოდ გაქრა და ჩვენ გვაქვს გონევრული ეჭვი, რომ ეს ძაღლები დახოცეს. ანუ კანონი დაარღვიეს სულსათმა, ამაზე მე შესაბამის სტრუქტურებში საჩივრება აქვს შეტანილი, ფინანსურ პოლიციაში მიდის გამოძიება და მე პირობას გავზევთ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ამ დანაშაულშია თანამონაწილე, ვინც დაიტაცა ბიუჯეტის ფული, ჩაიდინა დანაშაული 259 მუხლით კვალიფიცირებული დანაშაული, ანუ ძაღლები დახოცა, აწამა და ასე შემდეგ, ყველა ადამიანი მიეცემა პასუხისმგებაში. მიუხედავად იმისა, რომ მე აი ამ ბრძოლაში ხო შევედი, ესე იგი, მაქსიმალური ძალებით, ენერგიით და ვიბრძვი ხო, მაინც წამომიკიდა სურსათმა და ორჯერ ესე იგი მოახერხეს ის, რომ ორჯერ გამასამართლეს რა. რატო პირველად ესე იგი გამასამართლეს იმის გამო, რომ ნერვება მიმწყუნა და სურსათის სააგენტოს აი ამ საპილოტო პროგრამის ხელმძღვანელს დავახურე დედის ლეჩაკი, ამაზე გაიქცა ეს შიშარაკაცი და პოლიციაში მიჩივლა რელიზბარაშვილო მაგინაო ტელეფონში კი არა საჯაროდ ჩემი Facebook-ის საშუალებით ესე იგი ლაივში ვაგინე მიჩივლა და 45 დღიანი პატიმრობა ან ჯარიმა მეხებოდა აი ამ დანაშაულისათვის, იმიტომ გინება ჩვენო მთავრობამ კანონით აგზალა, თუნდაც ესე იგი შენ Facebook-ში რომ შეეგინო ვინმეს მისამართით, ამაზე ესე იგი ჩვენო პარლამენტმა ხომ მიიღო კანონი და ნუ ეს დანაშაულად ითვლება. ამიტომ ესე იგი მე გადავედი წყევლაზე. წყევდა არ იშება ჯერჯერობით რა. გესმის არის, ესე იგი შევეცი ბოდიში და აღარ ვიტყვით, რომ მაღაზიას დამაჯარებენ, ხო? ისეთ ესე იგი კაც რომელიც დედის გინების გამო პოლიციაში გარბის არის ელიზბარაშვილო მაგინა და დაიჭირეთ მოდი და მე მომთხოვე პასუხი თუ ვაჟკაცი ხარ მაგრამ ნუ არა ფალშაკი ხარ და გაიქეცი პოლიციაში და მიჩივლე ხო მეორეჯერ ესე იგი რაზე გამასამართლეს იცით აი ამ სურსათის მკვლელების მისამართით ვინ ძაღლებს იჭერს ესე იგი და ეს აწამებს და კლავს და ასევე ბიუჯეტის ფულს იპარავს იმას უწოდნენ ნაბოძვარი სიტყვა და ამაზე კიდე მიჩივლეს ბიჭო ნაბოძვარი გიწოდა ელიზბარაშვილო კიდე გამასამართლეს ერთხელ პირველ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში ესე იგი სასამართლომ დამნაშავედ მცნო და დამაჯარიმა 200 ლარით. ამის მერე ხო გინებით აღარ ვიგინები, იმიტომ რომ ახლა რატო უნდა უხადო ბიუჯეტში ამ ხელა ჯარიმებით, ისედაც ამ ბიუჯეტის ფულს კაცმა იცის რომელი მინისტრი მოიპარავს, პრემიერ-მინისტრი, ხო და ამიტომ აღარ ვიგინები და ვიწყევლები ახლა, აი რა ვქნათ ესე იგი, ხო? ესე იგი უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენ, აი სიამადი საქმე რა. ხო, მოგლეთ. ეხლა რამე და გითხრათ, ჩემო ძვირფასებო, დაუბრუნდები, ესე იგი ისევ იმ თემას, რომ აი ამ განკარგულების მიხედვით, რომელიც გამოცა მთავრობა სურსათის სააგენტოს დავალებული აქვს, აქვე გეტყვით განკარგულების ნომერს, ეს არის მთავრობის განკარგულება ნომერი 412 და ამ განკარგულების მიხედვით დაევალა სურსათის სააგენტოს, რომ აბსოლუტურად ყველა ძაღლი საქართველოს ტერიტორიაზე აჭარისა და თბილისის გარდა უნდა დაიჭირონ და გადაიყვანონ სახელმწიფო თავშესაფრებში. აქ სამი თავშესაფარი არის სახელმწიფო, სადაც ეს ძაღლები უნდა შეიყვანონ. ესე იგი დასავლეთ საქართველოს ძაღლები უნდა შეიყვანონ ქუთაისის სახელმწიფო თავშესაფარში. ქართლის ესე იგი და ქართლთან ახლომდებარე ესე იგი რაიონების ძაღლები უნდა გადაიყვანონ გორის სახელმწიფო თავშესაფარში, ხოლო კახეთის და ქართლის ესე იგი ქვედანაწილის უნდა გადაიყვანონ გურჯაანის სახელმწიფო თავშესაფარში. საერთო ჯამში ეს საპილოტო პროგრამა ერთწლიანია, ამ წლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს და იქ გაწერილია აი განკარგულებაში რიცხვით ძაღლების, ანუ 36000 ძაღლის რევაქცინაცია უნდა მოხდეს, ანუ ცოფზე გადაცრა და რომელიც არ არის გასტერილებული, აი ესე იგი ძაღლების კასტრაცია, სტერილიზაცია უნდა მოხდეს. ბუნებრივია ჩვენ ამას მივესალმებით, ეს ძალიან მაგარი საქმეა, კაცო, ვინა თქვა რომ ესე იგი ცუდი არის. პირიქით ამის მომხრე ვართ, მაგრამ აქ ძალიან ბევრი ნიუანსებია, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით. პირველი ის, რომ როცა ძაღლი არის გასტერილებული, როცა ძაღლი არის უწყინარი და მიკედლებული არის, ან ვინმე ადამიანის ზრუნავს, კონკრეტულ ესე იგი სოფელში ან ქალაქში, ხო?
იმ ძაღლის გადაყვანა, მაგალითად ზუგდიდიდან რომ გადაიყვანო ძაღლი ქუთაისში იმისათვის რომ ცობზე აცრა, ეს არის ბიუჯეტის ფულის, ანუ ჩვენი ხალხის ფულის ფლანგვა, აი ესე იგი ეს დანაშაულია. როცა ადგილზე შეიძლება ამის გაკეთება, ადგილზე შეიძლება ცობზე აცრა ძაღლი, ხო, იქ ჩამობრძანდება სურსათის სააგენტოს ეს მანქანა სპეციალურად, იმის მაგივრად რომ ძაღლი დაიჭიროს, შეალგოს გალიაში და წაიყვანოს ქუთაისში ცობზე ასასებად, იქვე შეუძლია აი ეს პროცედურა გააკეთოს, რაც გაცილებით უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე გადაყვანა ესე იგი ზუგდიდიდან ქუთაისში ძაღლის და იქ ესე იგი მოახდინო ამის ცობზე აცრა. და თუნდაც შემდეგ ბაზაში მოახდინო ამ ძაღლის რეგისტრირება. იქ ადგილზე შეიძლება ამის გაკეთება და კიდევ მეორე. ამით ბიუჯეტი დაზოგავს 5-ჯერ მეტ თანხას და უფრო მეტ თანხას, ვიდრე ეხლა იხარჯება. და ეს არის ბიუჯეტის ფულის გაფლანგვა. გესმით? ეს არის დანაშაული საკითხი. ამაზე პასუხს აგებენ, მე ამის პირობას გავსდევთ. ყველა დანაშაული აგერ ხელის გულზე, როგორც სარკეში ისე ჩანს, ხელის გულზეა და აი ამას ყველაფერს ვაფიქსირებ და შესაბამისად ესე იგი სტრუქტურებში მიდის ეს ინფორმაცია. ეხლა მე მინდა კიდე ერთხელ ხაზი გავუსვა იმას შემოძვირფასებო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, აი ჩვენ ცხოველთა დამცველები ვართ, ვიღაც ესე გიჟები, რომ ჩვენ ვაფანატებთ ცხოველებს და ადამიანზე მაღლა ვაყენებთ ცხოველს. არა, ესე არ არის, ჩვენ თქვენზე ვზრუნავთ ძვირფასო ადამიანებო. ის ვისაც მაგალითად ძაღლს ვერ იტანთ, არ გიყვართ ცხოველი, არ გიყვართ ძაღლი და გეშინიათ უბრალოდ, ხო, თქვენზე ვზრუნავთ. ვზრუნავთ იმიტომ, რომ ქუჩაში ძაღლი არ უნდა იყოს, ზუსტად თქვენ პოზიციას ვაჟღერებთ. ქუჩაში ძაღლი არ უნდა იყოს. მაგრამ ის არსებული ძაღლი, რომელიც ისევ ადამიანებად ჩვენ და თქვენ გამოყარეთ ქუჩაში, ხო არ დავყოცავთ, ხო? აი ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ ცივილური გზით. როგორც ჩვენ გვეკადრება, ჩვენ ხო არა ვართ ველური პაპუასები, ან რუსები. რუსეთში ხდება ესე მასობრივი ხოცვაჟლეტა ძაღლების, ხო? ხო არა ვარ ჩვენ, ხო არ გვინდა რომ დავემსგავსოთ, ხო, პაპუასებს, ხო გვინდა რომ ცივილური ადამიანების რიგებში ვეწევროთ და სახე არ დავკარგოთ ადამიანის, ხო? აი ამიტომ არის ეს ერთადერთი ცივილური მეთოდი, რაც კაცობრიობამ გამოიგონა, ხო, ეს არის კასტრაცია, სტერილიზაცია. აი ამ გზით ჩვენ 5-6 წელში მივახცევთ იმას, რომ ძაღლი ქუჩაში აღარ იქნება. და ზუსტად თქვენთვის ვაკეთებთ ამას, ვისაც ძაღლის გეშინია და ვისაც არ გინდათ, რომ ძაღლი ქუჩაში იყოს და მეც არ მინდა მათ შორის, მე არ მეშინია ძაღლის პირიქით. ძალიან მიყვარს ძაღლები და ვზრუნავ მათზე, მაგრამ მეწოდება ქუჩაში ძაღლი, იმ სიცივეში, ყინვაში, უბედურებაში, ქარში გარე რო ცხოვრობს ძაღლი, ხო? როგორი აბა წარმოედგინეთ თქვენ ერთი წუთი თქვენ რო იცხოვრობთ ქუჩაში, ხო? ხო საშინელება, ხო საშინელ ტკივილს და ტაჯვას განისდით. აი ისეთივე ტაჯვა ტკივილს განისდით ძაღლის ქუჩაში, ამიტომ არ უნდა იყოს ძაღლი ქუჩაში. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს პრობლემა წდება მხოლოდ ერთი ცივილური გზით, ეს არის მასობრივი კასტრაცია, სტერილიზაცია და პლუს კანონი, ჯარიმები, რაც მიღებული გვაქვს ეს კანონი, აი ესე. ეხლა მე გეტყვით, შემოკარგებო, როგორ უნდა დაიცვათ ქუჩის მიუსაფარი ძაღლები. ხო, აქვე ვიტყვი კიდე ერთს, რომ ქუჩაში არ უნდა იყოს აგრესიული ძაღლი. აგრესიული ძაღლს ქუჩაში ცხოვრების უფლება კი არა, სიცოცხლის უფლება არ აქვს. რატო იცით? იმიტომ აგრესიული ძაღლი ეს იგივე ფსიქიკურად შეშლილი ძაღლია, რომელიც საშიშია ყველასთვის, აბსოლუტურად ქალისთვის, ბავშვისთვის, კაცისთვის. ამიტომ მას არა მარტო ქუჩაში ცხოვრების უფლება, არამედ სიცოცხლის უფლება არ აქვს და მე მომხრევარ ესეთი ძაღლების, რომლებიც ფსიქიკურად არიან დაავადებული, ანუ გიჟები არიან, უნდა მოხდეს ესეთი ძაღლების ევთანაზია. ასევე ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდეს ავადმყოფი ძაღლი. თუ ისეთი სენით არის დაავადებული, რომელიც არ ინკურნება, ხო, უნდა მოხდეს ასეთი ძაღლის ევთანაზია ბუნებრივია, მაგრამ რომელსაც ექვემდებარება მკურნალობას, ეს ძაღლები უნდა იყვნენ გადაყვანილი შესაბამის, ესე იგი, კლინიკებში და უნდა მოხდეს ამ ძაღლების მკურნალობა, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ სახელმწიფომ ვერ გაიმეტა ფული, რომ გაეკეთებინა ესეთი კლინიკები, სადაც ქუჩის მიუსაფარ ავადმყოფ ძაღლს უფასოდ უმკურნალებდნენ, მაგრამ მე მაქვს ეს ჩემი ხარჯით ვაკეთებ ამას და საქართველოს მასშტაბით ყველა ავადმყოფ ძაღლს, რომელიც ექვემდებარება მკურნალობას, ღებულობ მკურნალობ და გამოჯანმრთელების შემდეგ ისე ვაბრუნებ უკან ბუნებრივ პირველად საცხოვრებელ არეალში. ეხლა ეს განკარგულება, რომელიც ესე იგი გამოიცა, უყურეთ რა ხდება აი ამ განკარგულების მიხედვით, სამწუხაროდ ჩვენი მთავრობის და სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის და სამწუხაროდ, ხო, პირდაპირ ჩადებულია, რომ უნდა მოხდეს ძაღლების გენოციდი საქართველოში. ქუჩის მიუსაფარი უწყინარი, გასტერილებული
ძაღლების, რომელიც ასევე ცობზიარი საცილი, აი ამათი გენოციდი უნდა მოხდეს. ანუ ყველას დახოცვას აპირებენ აი ამ განკარგულების მიხედვით და მე გეტყვით ესე იგი რატო? ამ განკარგულებაში, რომლის ტექსტიც მე დარწმუნებული ვარ, შეადგინა ძალიან ბოროტმა ადამიანმა, ისეთმა ადამიანმა, რომელსაც ეზიზღება სიცოცხლე, მარტო ძაღლი კი არ ეზიზღება, სიცოცხლე ეზიზღება და ქვეყანა ეზიზღება, საქართველო ეზიზღება. აი ამ ადამიანის დაწერილია აი ეს ტექსტი განკარგულების, რომელიც შეუტანეს პრემიერ-მინისტრის ხელის მოსაწერად, იმანაც არ წაიკითხა და მოაწერა ხელი, თორე რო წაიკითხა კობახიძეს. აი იმ განკარგულებაში რა წერია, ხო, მე დარწმუნებული ვარ, ხელს არ მოაწერდა. მაგრამ თუ წაიკითხა და მაინც მოაწერა ხელი, ხო, მაშინ ეს მაგის პრობლემა ყოფილა კაცო. როგორ შეიძლება თქვენ წარმოედგინოთ, ხო, ძაღლი, რომელიც არის გასტერილებული და გაასტერილდა არა სახელმწიფომ, არამედ რიგითმა მოქალაქემ, თავისი ჯიბი, თავისი ფულით, კაცო, ცობზიაცა და მას ესე იგი მზრუნველობს, აჭმევს, წყალს აძლევს, თუ აბად გახდა, ხო, მკურნალობს, ცრის ცობზე, ასევე კომპლექსურ აცებს უკეთებს ყველაფერს. მაგრამ იმის გამო რომ სახლში ვერ მიყავს სამ ძაღლს, ხო, ეს ძაღლი ვერ მიყავს სახლში, ქუჩაში ცხოვრობს, ის ძაღლი ყავს ქუჩაში მიგედლებული. ეხლა თქვენ წარმოედგინეთ, აი ამ ძაღლს, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს. ბუნებრივია, იქ ქუჩაში, იმ ქუჩაზე, ხო, ან სკოლა იქნება ახლოს, ან კაფე იქნება, ან რესტორანი იქნება, ან საცხობი იქნება, ან სკვერია, ან პარკია, ან სავამტყოფო არის, ხო? აი ამ განკარგულების მიხედვით ძაღლებს ეკძალებათ აი ამ ობიექტებთან, გან ობიექტებთან, ესე იგი ცხოვრება, გავლაც კი ეკძალებათ რა. და აი ამ განკარგულების მიხედვით, ხო, ძაღლი, რომელიც გაივლის აი ამ ჩამოთვლილ ობიექტებთან, მე რაც დავასახელე ახლა, ხო, სურსათის სააგენტოს მიცემული აქვს ბრძანება, უნდა დაიჭირო და უნდა გადაიყვანონ სხვა ადგილას, იქ სადაც არ იქნება სკოლა, საბავშვო ბაღი, სავამტყოფო, რესტორნები, კაფეები, მარკეტები, აფთიაქები, სკვერები და პარკები. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ვეკითხებით სურსათს, აბა სად უნდა გადავიყვანოთ, სად უნდა იცხოვროს ქუჩაში გასტერილებულმა, არააგრესიულმა და ცობზიაცილმა ძაღლმა, ხო, პასუხი არის ნებისმიერ სხვა ადგილას. რო ვეკითხებით, დავიკონკრეტეთ ეს ნებისმიერი სხვა ადგილი სად არის, ხო? არა, თუთიყოშივით აქვს დაზეპირებული, დაზომბირებული ხალხი არიან, როგორც უყურებ და კიდე იმეორებენ იგივეს, რომ ნებისმიერ სხვა ადგილას და სად არის ეს ნებისმიერი სხვა ადგილი? მე გეკითხებით ყველას თქვენ, აბა იქნებ ვინმეს გაქვთ პასუხი. სად არის ნებისმიერი სხვა ადგილი, სადაც არ არის სკოლა, სადაც არ არის საბავშვო ბაღი, სადაც არ არის მარკეტები, სადაც არ არის კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეები, სადაც არ არის სავამტყოფოები, სადაც არ არის სკვერები, პარკები, ესეთი ადგილი არის უდაბნოში. ხო და გავასახლოთ იქ უდაბნოში და უღრან ტყეებში, ხო, იქ. და იქ ძაღლი მაინც ხوار გაჩერდება, რომ წაიყვანენ ესენი, ამათ დავალებული აქვს სურსას, რომ დაიჭერენ ძაღლს. აბსოლუტურად ყველა ძაღლი უნდა დაიჭირონ, მათ შორის გასტერილებული, მათ შორის ცობზიაცილი, ხო, უნდა დაიჭირონ აუცილებლად. რადგანაც ეს ძაღლები ცხოვრობენ დასახლებულ პუნქტებში, აი ამ ობიექტებთან ახლოს და უნდა გადაიყვანონ უღრან ტყეში, წარმოიდგინეთ, ხო? იქ სადაც ეს ობიექტები არ არის. ესე იგი, წარმოიდგინეთ თქვენ იქ რა ხდება, ხო? რაღაცა ხარვეზე ხო არ აქვს იმას ლაივს რაღაცა გაჩერდა. აბა ნახე. ხო და წარმოიდგინეთ ესე იგი, ხო? აი ამ ძაღლს წაიყვან თქვა და ჩამოაგდებს სადღაც იქ ტყეში, ხო? ის ძაღლი ხო არ გაჩერდება, რატო საჭმელი უნდა მოშვიდება და წამოვა ესე ქალაქისკენ, სოფლისკენ, სადაც სკოლა, სადაც რესტორანია, კვების ობიექტია, საცხობი არის, ხო? იქ ხო არ გაჩერდება, უნდა წამოეცეს. მე კი უნდა დაიჭიროთ, კი უნდა წაიყვანოთ, ხო? ეს ყველაფერი ხო ბლეფი არის, ხო? თქვენ ამას კი არ აპირებთ პატივცემულო სურსათმცემლო სააგენტო და პატივცემულო მთავრობა, არა. თქვენ პირდაპირ გაქვთ ჩადებული, ესე იგი, აი ამაში განზრახვა ის, რომ ძაღლს დაიჭერთ და გადაიყვანთ სახელმწიფო თავშესაფარში, ხო? იქ ესე იგი ამ ძაღლის ლიკვიდაცია უნდა მოახდინოს, ან უნდა დაახოცოთ. აი მე გონიორული ეჭვი მაქვს თქვენ ამას აპირებთ და ამას აკეთებთ. ეს გაქვთ ეს განზრახვა და რატო იცით? იმიტომ რომ თქვენ არც იმის ვალდებულება მიეცით აი განკარგულებაში არ გიწერიათ ვალდებულება, ჩემი ძაღლები ხეფებიან, ხო მე გაჩვენეთ მე, მე ჩემ კაბინეტში ვარ, სამშობლო კაბინეტში და ხინა გელაპარაკებ. ხო ესე იგი აი ამ განკარგულებაში, ხო, რადგანაც თქვენ არ ავალდებულებთ სურსათის სააგენტოს თანამშრომლებს, რომ მათ ჰქონდეთ სამხრე კამერები და აი ამ სამხრე კამერებით მოახდინონ ვიდეო გადაღება, ჩაიწერონ რომელი ქალაქიდან, რომელი ქუჩიდან აიყვანეს ძაღლები და შემდეგ ესე იგი, ხო, სად გაუშვეს
აი ამის ვალდებულება რომ არა აქვთ, ესე იგი ამის ვალდებულება რომ არ აქვს ამ განკარგულების მიხედვით სურსათის სააგენტოს ზაღდამჭერს, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ პირდაპირ ესე იგი მწვანე შუქი აუნთეთ ზაღლების გენოციდს. და ამის უფლებას ხო იცით რომ არ მოგცემთ. იმიტომ რომ რატო არ მოგცემთ იცი ამის უფლებას? განა იმიტომ რომ ჩვენ მარტო ზაღლები გვეწოდება და მოსაკლავად არ გვემეტება ეს უწყინარი გასტრელებული ცობზე აცილი ზაღლები, რომლებსაც არანაირი დანაშაული არ შეუძლებთ, არა? მარტო მაგიტომ არა. იმიტომ რომ ჩემმა ქვეყანამ სახე არ დაკარგოს. აი ამიტომ მე რომ მიყვარ ჩემი სამშობლო ამის უფლებას იმიტომ არ მოგცემთ თქვენ. მე გადავეფარები და ჩემნაირი ადამიანები და ყველა კეთილი ადამიანი აი ამ ამბავს წინ ფარივით დაუდგები და ამის უფლებას არ მოგცემთ. მე არ მოგცემთ იმის უფლებას რომ ჩემს საქართველოს აი მართლა 64-ის ნაწილს ხო სახე დააკარგვინოთ. მე არ მოგცემთ იმის უფლებას რომ სადღაც იქ თქვა სიტყვაზე ევროპის ქვეყნებში ან სადღაც იქ ხო ესე ხელის გამოშვერითი ლაპარაკონ აი არ ბიჭო ველურები ცხოვრობენ ნახეთ რა გააკეთეს ზაღლები ესე იგი წაიყვანეს და დახოცეს. ამის უფლებას არ მოგცემთ. კიდე გიმეორებთ. ეხლა მე მოგიწოდებ ყველა ცხოველთა დამცველს რა უნდა გააკეთოთ როცა თქვენ შეესწრებით თუ სურსათის სააგენტოს ზაღდამჭერი იჭერს მანქანას. პირველი უნდა ამოიღოთ ტელეფონი ყველას გაქვთ ახლა მობილური და დაიწყოთ გადაღება. თქვენ ამის უფლება გაქვთ. კანონი ამას თქვენ არ გიგზავნათ. უნდა დაიწყოთ გადაღება. პირველი უნდა მიხვიდეთ იმ ზაღდამჭერთან და უნდა კითხოთ სახელი და გვარი. ის ვალდებულია, კიდე გიმეორებთ, ვალდებულია რომ თქვენ გაგეცნოთ და გითხრათ სახელი და გვარი. აი როგორც საბადო პოლიცია რო გაგაჩერებთ თქვენ რომ მოდის სახლს, ხო პირველი რას აკეთებს? გეცნობათ, სახელს და გვარს გეუბნებათ და შემდეგ გეუბნებათ, ესე იგი, თუ რამე უნდა ასე შემდეგ, მოკლედ რა. აი ესე არის ვალდებული სურსათის სააგენტოს იქ ზაღდამჭერი, რომ თქვენ გაგეცნოთ, სახელი გვარი გითხრათ და გადაღება დაგიშალოთ, მაგის უფლება არ აქვს. გამორიცხულია. თუ ესე იგი მან თქვენ გითხრათ რომ გადაღება ესე იგი შეწყვეტეთ, ეს უკვე დანაშაულია იმის მხრიდან და ეს უნდა დააფიქსოთ, უნდა ვთქვათ თქვენ გაქვთ ამის კანონიერი უფლება და უნდა გააგრძელოთ გადაღება. შემდეგ მეორე ესე იგი რას აკეთებთ თქვენ? ეკითხებით თუ რა ღონისძიებას ატარებს, რისთვის იჭერს იმ ძაღლს. ხო ნუ ბუნებრივია გეტყოდეთ, კი მე ძაღლი უნდა დავიჭირო, უნდა გადავიყვანო თქვათ კასტრაცია სტერილიზაციისთვის ან რევაქცინაციისთვის, ხო? თქვენ გაქვთ უფლება რომ მოითხოვოთ ამ ზაღდამჭერისაგან ოქმი. ოქმი უნდა გქონდეს აუცილებლად შედგენ, იმიტომ უნდა გაჩვენოთ ეს ოქმი, რომ აი მე თქვა ზუგდიდში, ჭავჭავაზის ქუჩიდან ხო ავიყვანე ესა და ეს ზაღლი ამ შეფერილობის. ოქმში ეს უნდა გქონდეს ესე იგი ჩაწელი. თუ ეს ოქმი არ აქვს, ეს უკვე არის სამართლად არღვევა. ეს ერთი. მეორე უნდა გააღებინოთ, გაქვთ მაგის უფლება რომ გააღებინოთ და შეხედოთ აბა გალიაში რამდენი ზაღლი ყავს. იქ ამ ზაღდამჭერებს მანქანებში აქვთ ესე იგი გალიები ჩამონტაჟებული. იცოდეთ და იმახსოვრეთ. თითო გალიაში ერთი ზაღლის შესმის უფლება აქვს. ერთი ზაღლის ერთ გალიაში. თუ ერთ გალიაში არის ორი ან მეტი ზაღლი, ეს უკვე არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, 104 მუხლი. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ მაშინვე ადგილზე გამოიძახოთ პატრო, ჯერ მიუთითოთ, რომ ეს არის სამართალდარღვევა და ის ექვემდებარება ამაზე დაჯარიმებას. 104 მუხლი თუ გადახედავთ ადმინისტრაციულ ესე იგი სამართალდარღვევის 104 მუხლს იქ პირდაპირ წერი ეს არის ცხოველზე არასათანადო მოპყრობა, გესმით? ამიტომ თუ ესე იგი ის არ დაემორჩილა თქვენ კანონიერ მოთხოვნას და თუ ის ზაღლი ესე იგი ერთ გალიაში ერთი ზაღლი ესე იგი არ დატოვა, ხო? მაშინ თქვენ იძახებთ პატრულს და ადგილზე ესე იგი მიუთითებთ, რომ აი ეს ადამიანი ესა და ეს არ უქმნის ესე იგი კანონს, ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და უნდა პატრულს უნდა შეადგენინოთ ოქმი და შემდეგ ამოქმით უკვე მე პირადად წავალ სასამართლოში და მივხედავ ესე იგი მივცემ საქმეს მსვლელობას. ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ახლა მე რატო გეუბნებით ამას, რატო არის ეს გასაკეთებელი? იმიტომ არის გასაკეთებელი, ჩემო კარგებო, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეებო უნდა გქონდეთ თქვენ თავში რწმენა და მე გარწმუნებთ რომ ესეა რომ ეს ქვეყანა თქვენი არის. ჩემია, აგერ ანისია, აგერ პეტრესი, პავლესი, ყველას ჩვენი არის ეს ქვეყანა. ჩვენ თუ არ მივხვდეთ ამ ქვეყანას, ხო?
ისე ვერავინ ვერ მიხედავს. ის ადამიანი, რომელიც არის დღეს პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტარიის, ხო ისინი ჩვენი არჩეულები არიან იქ და ისინი ვალდებული არიან ჩვენ გვემსახურონ ხალხს და ქვეყანას ემსახურონ. და განა იმას, რომ ქვეყნის სახე, ქვეყნის იმიჯი შელახვონ. არა, და ჩვენ უნდა ვაკვატროლოთ ისინი, ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოება, ეს ჩვენი ვალი არის, ჩვენი მოვალეობა არის. ჩვენი მადლობა არც უნდა უთხრათ იმ საქმეში, თუ რამე საკეთებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ქვეყნის კეთილდღეობისთვის გაკეთებული საქმე, ჩვენი კეთილდღეობისთვის გაკეთებული საქმე. ეს დაიმახსოვრეთ. ჩვენი მათი ვალი არ აქვს, იმათ აქვს ჩვენი ვალი, რატო იცით? იმიტომ ჩვენ ვაძლევთ ჩვენი ჯიბიდან ხელფას. ვაძლევთ ხელფას იმისთვის, რომ ჩვენ გვემსახურონ. და რა ის რომ ცხოვრები აწიონ, ბიუჯეტის ფულები მოიპარონ და კიდე ზევიდან გვიყურონ და პლუს კიდე კანონი დაარღვიონ. ეს არ არის, დაიმახსოვრეთ ეს ერთი ჩამოკარგება. თუ თქვენ რომელიმე ფიქრობთ, რომ ეს არ არის, ხო? ეს უკვე თქვენი პრობლემა არის. ჩვენ ბატონყმურწყობაში აღარა ვართ, დიდი ხანია გამოვერთ 21 საუკუნეში ცხოვრობთ. და თუ ესე იგი თქვენ ისევ აი ამ ლოგიკით ცხოვრობთ, თუ ისე აი ამ ბატონყმური წესწყობილებით ცხოვრობთ, ხო ეს თქვენი პრობლემაა და თქვენ თავზე უნდა იმუშაოთ. მე გარწმუნებთ თქვენ კიდე ერთხელ, რომ ხალხში არის ზალა, ხალხი არის ხელისუფლების წყარო, ჩვენ ვართ ხელისუფლების წყარო, ხალხი ჩვენ ვირჩევთ იმათ, ვინ ჩვენ უნდა გვემსახუროს. ამაში იმათ ჩვენი ჯიბიდან, ანუ ბიუჯეტიდან ვაძლევთ ხელფას. ვინმე კი არ აძლევს, ან მე კი არ ვაძლევ, ან ბიძინა კი არ აძლევს ივანიშვილს იქ მთავრობაში ან პარლამენტარებს ხელფას. ჩვენ ვაძლევთ. გესმით? ამიტომ ჩვენ ვადებული ვართ მოვთხოვოთ ყველა სახელმწიფო და საჯარო მოხელეს. მათ შორის რუსეთის სააგენტოს აი ამ თანამშრომელს, რომელიც იქ მაგალითად ზუგდიდში გუშინ დანაშაული შადიოდა. ჩაიდინეს, ესე იგი, ენით აუწერელი დანაშაული. ძაღლები დაიჭირეს. არც ოქმი შეადგინეს. იმ მაგარ გოგოს, რომელმაც ეს ვიდეოზე გადაიღო, ხო? არც სახელი უთხრეს, არც გვარი არ უთხრეს, აგდებულად ელაპარაკდნენ, პლუს ხელი კრეს. ისაც უთხრეს, რომ ამ ძაღლებს ახარ დააბრუნებენ იქ უკან. შემდეგ ეს ძაღლები ხო ერთ გალიაში 5-6 ძაღლი ყავდა, შეტენილი, დაპრესილი. ეს კიდე ცალკე დანაშაულია და აი ამ მაგარმა გოგომ, ხო? იმ სახელმწიფო მოხელის, იმ საჯარო მოხელის, ესე იგი უკანონო ბრძანებაზე არ გადაიღო. პლუს სახელი არ უთხრა, გვარი უთხრა, მაინც მოახერხა და ეს ვიდეო კადრი შექმნა. გადაიღო ვიდეო, რომლის საშუალებით და ჩვენ გავიმარჯვეთ გუშინ და რაში გავიმარჯვეთ, იცით, მე გეტყვით. აი ეს ვიდეო რო არ გადაიღო ამ ქალბატონს, ხო? ჩვენ ამ საქმეს ვერ მოვიგებდით. ანუ ის ძაღლები, რომლებიც ზუგდიდში დაიჭირეს გუშინ და გადაიყვანეს ქუთაისის თავშესაფარში რო შეიყვანეს, პირველი ესე იგი რა გააკეთა, იცით, ქუთაისის სახელმწიფო თავშესაფარის დირექტორმა იმ ბაკური გამოაცხადა საჯაროდ, გითხრა ჩვენ რომ 14 ძაღლი შემოიყვანეს გუშინ ზუგდიდიდან. წარმოიდგინეთ. მანქანა გატენილი იყო ძაღლები და თქვა რომ არა 14 ძაღლი შემოიყვანეს. ესე იგი პირდაპირ ესე იგი ხაზი გაუსვა იმას უკვე იმას განზრახული ქონდა დანაშაული შადენ. ანუ დანარჩენი ძაღლების დახოცვას აპირებდნენ. წარმოიდგინეთ. და აი ეს ვიდეო რო ავაფარეთ მე თვალებში და თვითონაც რო ნახარო თითო გალიაში 5 ძაღლი იყო, მე უკვე ხმა ჩაიგდო და აღიარა რომ კიო 65 ძაღლია შემოყვანილი. წარმოიდგინეთ თქვენ 65-ს რო 14 ძაღლი გამოაკლო, ხო? არის 51 ძაღლი. ანუ 51 ძაღლის დახოცვას აპირებდნენ. აი ეს უნამუსოები, ეს ნაძილები და თახსირები. ხო გესმით არა, რასაპირა? ამიტომ აი ამ გოგონამ რო ივაშკაცა გუშინ ეს ვიდეო რო გადაიღო, აი ამ ვიდეოს წყალობით ჩვენ მოვახერხეთ და გადავარჩინეთ 51 უწყინარი გასტრელებული ძაღლის სიცოცხლე. რომლებსაც ღმერთმა მიანიჭა სიცოცხლის უფლებად, რომლის ხელყოფა, რომლის სიცოცხლის განადგურება არავის არა კანონი გზავნავს ამას. ხო გესმით თქვენ ესე იგი, ხო? მას შემდეგ კიდევ ვიმეორებ, რა ჩვენ ეს ვიდეო დავუდეთ ქუთაისის თავშესაფარის, სახელმწიფო თავშესაფარის დირექტორს, ხო? მან აღიარა, რომ კიო 65 ძაღლია შემოყვანილია. ამიტომ შემოკარგებო, კიდე გიმეორებ თქვენ ნებისმიერ ცხოველთა დაცვას, ნებისმიერ ცხოველთა მოყოლს, ნებისმიერ რიგით მოქალაქეს, როცა ხედავთ, რომ რუსეთის ძალდამჭერები იჭერენ ძაღლს, გაქვთ უფლება კანონით მონიჭებია, მიხვიდეთ, გადაიღოთ ყველაფერი, კითხოთ სახელი და უნდა გითხრათ, თუ არ იტყვის სახელს და გვარს, უნდა გამოიძახოთ პატრული. თუ ოქმი არ გაჩვენათ, უნდა გამოიძახოთ პატრული. თუ არ გააღო კარები და ძაღლები არ განახათ გალიაში როგორ არიან, რამდენი ძაღლია გალიაში არის კანონდარღვევა და უნდა გამოიძახოთ პატრული. ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ თქვენ კანონი ამის უფლებას გაძლევთ და ვადებული ცხართ რომ დაიცვათ
არა მარტო კიდევ ვიმეორებ ეს ქუჩის მიუსაფარი ცხოველები, არამედ ჩვენი ქვეყანა არის დასაცავი. სწორედ აი ამ ჯალათი საჯარო მოხელეებისაგან, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯი არღვევენ კანონს. ჩვენ ესე უნდა ვამხილოთ და შემდეგ უკვე უნდა მივყვეთ და უნდა ვიბრძოლოთ ისე როგორც ვიბრძოლეთ აი ამ 51 ზაღლის გადასარჩენად. ეხლა კიდე კითხვები არის ისეთი, რომ აი მაგალითად კი მოვთხოვე ჩვენ სახელი გვარი არ გვითხრა, არ გაგვიღო გადახების უფლება, არ მოგვცა აი კამერაზე ხელი აგვაფარა, გამოიძახებთ პატრულს. მაშინ ვეიძახეთ პატრულს და მანქანა რო არ წავიდეს ამ ზაღდამჭერების მანქანა, თქვენ უნდა დაუდგეთ წინ და არ უნდა მიცეთ საშუალება იმისი, რომ მანქანა დაძრას. ვერავინ ვერ შეგედავებათ ამაში, ვერავინ ვერ წაგიყენეთ ბრალდებას, რომ თქვენ ხელი შეუშალეთ, ესე იგი საჯარო მოხელეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის აღსრულებაში. არა, ამას ვერავინ ვერ წაგიყენებთ, იმიტომ რომ ეს ჩინოვნიკი სამსახურებრივ მოვალეობას კი არ ასრულებს, პირიქით არღვევს, კანონს არღვევთ და თქვენ პატრული გამოიძახეთ და დაუდექით წინ და ელოდებით, ესე იგი პატრულის მოსვლა. სანამ პატრული არ მოვა, ხო, თქვენ იდგებით მანქანის წინ და არ მიცემთ იმის საშუალებას, რომ მანქანა ადგილიდან დაძრა აი ამ დამნაშავება და კრიმინალებმა. აი ეს მინდა შემოგარგებო მე თქვენთვის, მე თქვენ ეს ინსტრუქტაჟი მოგეცით შემოძირფასო ცხოველთა დამცველებო და კეთილო ადამიანებო და მე აი ამ ინსტრუქტაჟში ცალკე ჩავწერ და ცალკე ყველას გამოგიგზავნით ცხოველთა დამცველებო და ცხოველთა მოყვარული, ვინც ჩემს მეგობრებში ხართ 5000 კაცზე მეტის უფლება არ აქვს ამ Facebook-ში და ასევე ჩემით თავშესაფარის ოფიციალურ გვერდზე აი ამ ინსტრუქტაჟს ესე დავდებ. მოკლედ წინ ძალიან ბევრი გვაქვს საომარი, იმიტომ რომ ეს ზაღდამჭერები მოედებიან საქართველოს მთლიანად, როგორც იცით თქვენ, განკარგულებაში წერია, რომ 91 ადამიანი აიყვანეს შრომითი ხელშეკრულებით რუსეთის ზაღდამჭერებმა, ადამიანები, რომლებსაც არანაირი ტრეინინგი არ ჩაუტარეს, საერთოდ გაგებაში არ არიან, როგორ უნდა დაიჭირონ, რანაირად უნდა დაიჭირონ. და ამიტომ ხდება ეს ვაკხანალია და კიდე გიმეორებთ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის ზაღლი, რომელსაც აქვს სიცოცხლის უფლება. ჩვენ ქვეყანას უნდა შეუნარჩუნოთ სახე. მე ახლა გზივარ ჩემთან და ყველა ორგანიზაციას უცხოეთში ხო უგზავნი აი ამ ინფორმაციას, აგერ ამაქვს, აგერ განახებთ, უგზავნი ინფორმაციას ამის შესახებ თუ რა ხდება ჩემთან დღეს საქართველოში. და მე ესე იგი ხო თუ რომელიმე ეს სხვა ისამა გასული ხო ამიშობა თუ ესე იგი ვინმე გამოხდება სახელმწიფო ჩინოვნიკია მოხელე და იტყვის აი ელის ბარაშვილმა სახელი გაუტეხა ჩვენ ქვეყანას აი ნახეთ მთელ ქვეყანას მოძო ეს ამბავი რომ აგერ ზაღლებს ხოცამე და თურმე ეს არ არის ხო ნურას უკაცრავად ჩემო კარგებო რა მე ქვეყანა რომ მიყვარს ჩემი სამშობლო რომ მიყვარს იმიტომ ვაკეთებ ამას რასაც ვაკეთებ იმიტომ ვაკეთებ წლები 23 წელია ჩემი ჯიბით ხო აი ხელა ქველმოქმედებას აი ხელა სიკეთეს იმიტომ დავდივარ სკოლებში პატარა ბავშვებს ვასწავლი ზაღლების სიყვარულს დავდივარ უნივერსიტეტებში და იქ უკითხავ აი ამ თემაზე ხო ლექციებს ნებისმიერ ადამიანს ხო ვინც გამაჩერებს ვინც ახალსა კითხვას მისვავს ქუჩაში ყველას ბუხსნი და ვასწავლი რა არის ზაღლი როგორ უნდა მოიქცე და ასე შემდეგ არ მეზარება მე ეს ყველაფერი და უზარმაზარ დროს და რესურსს ხარჯავ ამაში რატო ვაკეთებ ამას იცით იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს ჩემი ხალხი მიყვარს ჩემი საქართველო მიყვარს და იმიტომ ვაკეთებ გაიგეთ სახელმწიფო მოხელეებო თქვენ რომლებსაც ხო ჩვენი ჯიბიდან გიხდით ფულს და რომ დაждდებით იმ სავარძელში რომ ჩაждდებით ხო ზევიდან რო გვიყურებთ ესე ქედმაღლად ესე არ არის დაეშვით ძირს დაეშვით სულ ვერ იქნებით იმ სკამებზე ხო ხვალ ზევ ისე მოგიწათ ხალხში გავლა და მე ესე არ უნდა დააყენოთ საქმე და ისე არ უნდა იცხოვროთ და ისე არ უნდა ემუშაოთ იქ სახელმწიფო თანამდებობაზე რომ მე რო ჩამოხვათ იქ და ხალხში რო გავლით სახეში რო არ შეგაფურთხონ და დარწმუნებული ვარ უმეტესობას ვინც ახლა იქ ხართ ხო მე ხალხში გასვლის კი არ შევწხვებათ ვერც გაევლით ხალხში აი მე შიში გექნებათ რა ეხლა ვითომ მაგარი ბიჭები რო ხართ და მე ხო ბოდიში და შარვას რო ავსებთ განავალით ხო აი ესე არ იცხოვროთ ამას გეუბნებით იცხოვრეთ ადამიანურად ანუ დაკარგავთ ადამიანის სახეს კანონმორჩილი იყავით და ნუ არ ღვივთ კანონს რა აი ეს მინდა მეთქვა კარგით აბა დროებით თუ რამე კითხვა გეხსნებათ ყველას პირადში მომწერეთ და ყველას ესე იგი გაგცემთ პასუხს დროებით ან გაგაცემა